საეკლესიო გალობასთან დაკავშირებით უშუალოდ რასაც გალობა ქვია და რასაც ჩვენ გალობას ვეძახით ჰანგის ნიშნულობით, ტრადიციით და მემკვიდრეობით ძიმე მდგომარეობა, რა თქმა უნდა, გაწყდა ეს, ასე ვთქვათ, ჯაჭვი, მემკვიდრეობითი ჯაჭვი გაწყდა და პრაქტიკულად ბოლომგალობელი ვიცით ჩვენ, სანამ ანჩისხატის ტაძარში დაიწყებოდა აღორძინება ამ გალობისა, მანამდე 20 წლით ადრე გარდაიცვალა. აი, რაც შეეხება საეკლესიო კითხვას, აქ ცოცხლად შემოგვჭა ჩვენ, სხვათა შორის, მინდა ვთქვა, ძველი ეკლესიიდან ისეთი პიროვნებები, რომლებსაც ეს ცოცხლად ჰქონდათ შენარჩუნებული, იყო ესეთი დიაკონი პახომი, რომლისგანაც მამა რევაზმა ანჩისხატის ყოფილმა წინამძღვარმა ისწავლა უშუალოდ, იყო ეპისკოპოსი გრიგოლ ცერცვაძე, რომლის ჩანაწერიც არსებობს და ისი ნამდვილად კილოში კითხულობდა. კითხვასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერები, რომელსაც თხოვა პატრიარქმა კალისტრატემ, რომ შენო დახელოვნებული ხარო ამაში ძველი საგალობე იქნება, ჩაგვიწერო ამ კითხვის წესით და ექვთიმე კერესელიძემ ჩაწერა ეს ხელნაწერები და აი ეს ცოცხალი ტრადიცია რაც შემოგვჭა პახომისგან, ეპისკოპოსი გრიგოლ ცერცვაძისგან, მამა რევაზისგან, ექვთიმე კერესელიძის ხელნაწერებიდან აქ ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მოქცეულია იმ 4-ბგერიან რიგში, რომელსაც ჩვენ ტეტრაქორდს ვეძახით და ეს არის ასეთი ბგერათა რიგი. და ეს ხო ცოცხლად შემოგვჭა ჩვენ იგივე მამა რევაზი რო ამბობს ამ მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ. აი ეს არის ის ტეტრაქორდი, რომელსაც ჩვენ ამ სახელმძღვანელოში მეორე კილოკომბინაციის საღრდენ ტეტრაქორდად განვიხილავთ. განსხვავებით პირველი კილოკომბინაციის, სადაც ჩვენ გვაქვს ბარარარარარი, ეს არის ის, მაგრამ მეორე არის, ანუ საკითხავი კილოს საღრდენი ტეტრაქორდი არის ეს არის. ეს არის ძირითადად ის 4 ბგერა. მაგრამ პრაქტიკაში შემდეგ ამასთან დაკავშირებით ხმარობდნენ ზედა 2 ბგერას ამის და ტეტრაქორდის ბოლო ბგერასთან მიმართებაში კიდე იყო 2 დამატებული ბგერა ქვევით მაგრამ ძირითადი არის ის 4 ზედა 2 ქვედა 2 ეხლა ჩვენ ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და პრაქტიკაშიც ესე ვთქვათ განვახორციელოთ. ეხლა მე შევეცდებით წავიკითხო 60 ქულო ამ ძირითად თქმა უნდა ტეტრაქორდში და გამოვიყენო ეს ზედა 2 და ქვედა 2 ესე ვთქვათ დამატებული ბგერები ამ ძირითად ტეტრაქორდთან და ასეთნაირად შეიძლება ეს ვთქვათ განვახორციელოთ. ძმანო დაიწყო ტეტრაქორდის მესამე საფეხურიდან. პარარა ძმანო ნაღობის სულისარს სიყვარული სიხარული მშვიდობა სულგრძელება სიტკბოება სახიერება სარწმუნოება მყუდროება მარხვა მოთმინება ძირითადად მე მოძრაობდი ამ ერთი ტეტრაქორდის პარკლებში. ანუ ზედა და ქვედა დამატებული ბგერები არ ვიხმარია. ეხლა ამას შევეცდები ვიხმარო. ესე ვითარდათვის არასძე ჟული ხოლო ქრისტეს დამად ხორცნით ვიზნით ჯვარსაცნეს ნებითურ და გულის თქმით უკეთ უცხოელ ვართ სულითაცა ვეგნეთ ნუმცა ვართ მზაობა ურთიერთარს მაბრალობელ ურთიერთარს მოშურნებ. ეხლა ამასთან დაკავშირებით ჩვენ დაბოლოების რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ერთი გვაქვს უშუალოდ პირველ საფეხურზე, მეორე გვაქვს მეორე საფეხურზე და რა არ მესამე არ მეოთხე და რა ურთიერთარს მოშურნებ ანუ სხვადასხვა საფეხურები ვიხმარე ეს
წამკითხველს თავისი გემოვნების მიხედვით და იმის მიხედვით თუ ტექსტი როგორი მუსიკალურ საშუალებას იძლევა იმის მიხედვით შეგიძლიათ თქვენს გემოზე შეცვალოთ დაბოლოების ესა თუ ის სახე. ეხლა ზედა დამატებული ორი ბგერა მე ვიხმარე უშუალოდ საწყის და შვალედური მუხლების გამღერების დროს. აი რაც შეეხება ქვედა ორ დამატებულ ბგერას, ამის ხმარება უპრიანია და მიზანშეწონილია უფრო მეტად დაბოლოების დროს. აი ესეთნაირად. ძმანო უკეთუ ვინმე დაებრალს კაცი რომელს სამებრალსა თქვენ სულიერთა მაგა დამტკიცეთ ჰეგევით არიგის სულითამით მშვიდობისათა ეკრძალე თავსა შენსა ნუ უკვე შენსა ეს პირველი ქვედა დამატებული განიცადო და მივდივარ ბოლოსკენ ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული გიქრი ისტესი რა თქმა უნდა მე ვიხმარე ეს ქვედა ორი დამატებული ბგერა მაგრამ აუცილებელი კი არ არის ესეც თქვენს ანუ წამკითხველის გემოვნებისა და თავისუფალი ნების მიხედვით შეიძლება ასე ვთქვათ განვახორციელოთ არ არის აუცილებელი გინდა თუ არა ეს მაგრამ ისევ ვიმეორებ რამდენად გაძლევს ტექსტი მუსიკალურად სხვადასხვა ტექსტს აქვს სხვადასხვა მუსიკა ამასთან დაკავშირებით ესე ვთქვათ ეს დამატებულ ბგერებს ჩვენ ხმარობთ იმის დამიხედვით რამდენადაც ტექსტი გვაძლევს ამის მიმართულებას მაგრამ ვიმეორებ აუცილებელი არ არის ჯული ქრისტესი ამ შემთხვევაში მომცამე ტექსტმა ამის შესაძლებლობა ჯული ქრისტესი ანუ ეს გამშვენებაში შედის ეს ყველაფერი მაგრამ ვიმეორებ სადაკილოს ვარიანტში 4 ძირითადი ბგერაა გამშვენებას თუ მივმართავთ ხმარობთ ზედა ორ დამატებულ და ქვედა ორ დამატებულ ბგერებს ამას ჩვენ ისევ ვიმეორებ ჩვენი გემოვნების სამებრ ბოლოს წინა აქცენტს ვაკეთებ რამდენიმე სიტყვით ადრე და უკვე დაბოლოებას თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი აქცენტირებით ვამთავრებ აი დაუშვათ ასეთი ამბავი ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ ანუ ვაძლევ იმის მინიშნებას რომ უნდა დავამთავრო ეხლა მალე და ესე დაღასრულეს ჯული გიქრი სტესი ამ შემთხვევაში გავაკეთე ერთი აქცენტი და ვიხმარე ქვედა ერთი დამატებული ბგერა ისევ გიმეორებთ ურთიერთარ სიმძიმე იტვირთეთ პირველ საფეხურზე და ესრე დაღასრულეთ ჯული გიქრი სტესი ეს დაბოლოება თქვენს გემოვნებაზეა ასევე ჯული ამ შემთხვევაში ეს ჯობია ალბათ ჯული გიქრი სტესი და როგორც არტემი აბოლოებს საგალობლებს ასევე უნდა დავაბოლოოთ აქცენტირებით ბოლო ბგერა ძალიან ძლიერად და მერე შეგვიძლია გადავიყვანოთ კრიში ქრისტესი ე ბატონო აი წარმოიდგინეთ ასე მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ ან ასეთნაირად მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ გავამშვენე ოდნავ მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ როგორც ჩვენ გვინდა შეგვეციენ გვაცხოვნენ შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩვენ ღმერთო შენი დამადრითო აუცილებლად უნდა იყოს დამარცვლელი და გადაბმული თან დამარცვლელი თან გადაბმული ესე იგი 4 ძირითადი ბგერა გვაქვს ეკრძალე თავსა შენსა ნუ უკვე შენსა განიცადო მეორე საფეხურზე დავამთავრე
განი კილოს 4 ბგერა ხო და და ქვედა დამატებული პირველი ბგერა მივეცი. განიცადო აი როდესაც ჩვენ გვინდა ეს ყველას მოსწოს ეს მეორე საფეხურზე დაბოლოები განიცადო ამას უხდება ძალიან 4 მარცვლიანი სიტყვა თუ გვაქვს. ან მაგალითად იქ როა იმ ესაიასთან საყვარელსა ჩემთვის ასეთი ვარიანტით შეიძლება. ამ შემთხვევაში საყვარელსა ჩემთვის ამას ჯობია საყვარელსა ჩემთვის მინდა გითხრათ რომ ამ მღვდლის და დიაკვნის სათქმელ კილოში და მედავითის სათქმელ კილოში არანაირი გადახრები და არანაირი მოდულაციები არ შეინიშნება. ის ძირითადი 4 ბგერა ოღონდ ხასიათს და კილოურ მიხრილობებს ცვლის, რა თქმა უნდა, დაბოლოების თუ რომელ საფეხურზე დააბოლოებ, პირველზე თუ აბოლოებ, მეორეზე თუ აბოლოებ, მესამეზე თუ მეოთხეზე. პირველ საფეხურზე თუ აბოლოებთ. ეს რა თქმა უნდა ამ 4 საფეხურიანი კილოს მიხრილობას რა თქმა უნდა ამტკიცებს, მაგრამ კილოურ მიხრილობას სulis, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ტონალობას შევცვალეთ. ის ძირითადი საღთენით შეება მეორეზე დავამთავრე. ან მესამეზე დავამთავრეთ. მან მეოთხეზე სნეულთა მკურნალო დამეფეთა უძლეველო მეოთხეზე. წინამბრძოლო ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი მესამე საფეხური. ევედრე ქრისტეს აღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის და აუცილებლად ბოლოს პირველ საფეხურზე როგორც წესი უნდა დავამთავროთ. საღვთისმსახურო ტექსტებში გვაქვს კითხვის ნიშნის შემთხვევები უამრავი, ხო? ამ კითხვის ნიშანს ჩვენ კითხვის დროს თუ არ დავსვავთ, რა თქმა უნდა, ტექსტი მიიღებს სხვა შინაარს. კითხვის ნიშნის მაგერთ ძაღლის ნიშანი თუ დავსვი დაუშვათ, აბსოლუტურად შეცვლის შინაარს ტექსტისას, ხო? ამისათვის მოფიქრებულია ესეთი ხერხი, რომ აღარც გამოვყოთ ჩვენ ეს კითხვის ნიშანი, რომელიც უნდა იყოს მართლა კითხვის ნიშანი და არ იყოს დაუშვათ ან წერტილი, ან ძახილის ნიშანი. აი მაგალითად კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლე პავლე მოციქულის აქ ჩვენ გვაქვს უამრავი კითხვის ნიშნის დასმის შემთხვევები ტექსტში. აი მაგალითად არა უწყითა რამე თუ გვამნი ესე არა უწყითა რამე თუ გვამნი ეგე თქვენი ასონი ქრისტესიანია. ეხლა ჩვენ როგორც ავიკითხავთ ამას პროზაულად. არა უწყითა რამე თუ გვამნი ეგე თქვენი ასონი ქრისტესნი არიან. ეხლა მუსიკალურად უნდა როგორ უნდა ავსახოთ ეს. არა უწყითა რამე თუ გვამნი ეგე თქვენი ასონი ქრისტესნი არიან. ეს უკვე მაძლევს მე იმას რომ მე კითხვის ნიშანს ვსვამ. ნუ იყოფინ ძახილის ნიშანი. ნუ იყოფინ არა კითხვის ნიშანს კერძო ძახილის ნიშანს ვსვამ ამ შემთხვევაში. ამდენად ჯერ მაქვს ხო ვინაიდან გვაქვს ჯერ კითხვის ნიშანი და მე ძახილის ნიშანი ეს ასევე უნდა გამოვყომე. არა უწყითა რამე თუ გვამნი ეგე თქვენი ასონი ქრისტესნი არიან. აღუკვე ვიხვნია ასონი იგი ქრისტესნი და ყვნე ასო მეძვის ნუ იყოფინ გამოიყო უკვე აზრი ხო მე ისე ვაგზელებს არა უწყითა რამე თუ რომელიც შეეყოს მეძავსა ერთგვამ არიან რამე თუ იტყვის იყვნენ ორნივე ერთ ხორცს ხოლო რომელიც შეეყოს უფალსა ერთ სულარს ელტოდეთ სიძვასა ყოველი ცოდვაი რომელიც და ასე შემდეგ. რაც შეეხება მიცვალებულის კვერეხს აქ ჩვენ სამწუხაროდ ძველთაგან არ შემოგჩენია ამ კვერეხის თქმის წესი. მაგრამ სამაგიეროდ ამ ხელნაწერებში რა შემთხვევებიც გვაქვს უფალო შეგვიწყალების მიცვალებულის კვერეხი ყველასში იხილვება ის რომ ეს კვერეხი არის მინორული მიხრილობის კილოში. უფალო შეგვიწყალენ
ამ შემთხვევაში ჩვენ ესე ვთქვათ, ღვთლისა და დიაკვნის სათქმელი კილო უნდა ესე ვთქვათ, სათანადოდ უნდა მოვიყვანოთ ჰარმონიაში ამ კვერეხსთან. ეს დაახლოებით ასე მესახება მე. უფალო შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო დიდი ძალწყალობითა შენითა გევედრებით ისმინე და შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ მერმეც აგევედრებით განსვენებისათვის სულთა მიცვალებულთა მონადა ღვთისათა რათა შენეს მას ყოველთვის შეწოდებანი მათნი ნებსიტნი დაუნებლი ეთნი უფალო შეგვიწყალენ უფალო შეგვიწყალენ რათა უფალმა ღმერთმა ჩვენმან დააწესნეს სულნი მათნი სადაც ამართალნი განისვენებენ და ასე შემდეგ. რაც ეხება ასამაღლებას, ასამაღლებელი მიანიშნებს პირდაპირ ბუკვალურად უნდა გავიგოთ, რომ ამ შემთხვევაში ტონალობა უნდა ავწიოთ. აი მაგალითად თუ გვაქვს ჩვენ ოლათმინისა უხსნელისა უბრალოდ დაუშვათ, ხო? რამე თუ შენი არ სუფევა ძალი და დიდება მამისა და ძისა და წმინისა სულისაც დამარადის და უკუნითი უკუნისამდე ერთი ტონით უნდა აწიოს მღვდელმა ასამაღლებელი. საერთოდ დიდება ყოველთვის ჯობია აი 9 ტარებაზეც რო ავიღოთ, ხო? თუ მე დავითნე და გუნდია და ჩასართავებს თუ არ გვალობთ, ან ჩასართავების გალობის დროსაც უპრიანია რომ დიდების დროს სამების საგალობლის მუხლის დროს ავწიოთ ერთი ტონით ზევით.